მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალის ფინალი და პენალტების სერიით მოპოვებული გამარჯვება. ჩემპიონატის პირველ ადგილოსანი ხობის გუნდი გახდა. იგი საბოლოო შეხვედრაში ზესტაფონის გუნდს დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ 0-0 დასრულდა. შესაბამისად 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმები დაინიშნა, სადაც გამარჯვება ხობის გუნდმა ანგარიშით 4-1 მოიპოვა. მეორე ადგილს დასჯერდა ზესტაფონი, ხოლო მესამე ადგილი ბორჯომის გუნდს ერგო. ძალიან მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ დღევანდელი თამაში. დღეს ვთამაშობდით ფინალში ზესტაფონს. ძალიან დაძაბული თამაში ჰქონდა. მაგრამ ჩვენ ძალები არ დავიშურეთ და ვითამაშეთ ბოლომდე. თამაში დამთავრდა, ძირითადი დრო დამთავრდა ანგარიშით 0-0 და პენლებში 4-1 ვაჯობეთ ზესტაფონს. ძალიან კაი თამაშები იყო, ძალიან კაი ბრძოლა იყო, კაი გუნდი იყო. მეორე ადგილი ავიღე და კაი. პირველი უნდა გვიყო, მაგრამ დავით წყალი იყო სტადიონში გუშინ. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალში მონაწილეობისათვის მედლები და თასები გადაეცათ. ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, ბომბარდირი, საუკეთესო გოლის ავტორი, ფეხბურთელი და მწვრთნელი. გარდა ამისა, მაყურებლის გადაწყვეტილებით საუკეთესო გუნდის ტიტული შირაქის წარმომადგენლებს მიენიჭათ. წარმატებულ ფეხბურთელებს პრიზები ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა და სპონსორებმა გადასცეს. მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი 2014 წლის გამარჯვებული ხობის გუნდი. ფესტივალი დამთავრდა, რომელიც წლითი წლობით ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს. გულისხმობ იმას, რომ 5 წელიწადი ეს ფესტივალი რეგიონის მასშტაბით იმართებოდა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სოფელ მუსხში, ხოლო 2 წელიწადია გახდა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ფესტივალი. ულოცავ ფესტივალის გამარჯვებულს ხობის გუნდს და ვუსურებ ძალიან დიდ წარმატებებს. მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ჩემპიონატი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა დააფინანსა. ასევე ფინანსური მხარდაჭერა გაუწია სააფთიაქო ქსელმა PSP-მაც. ფესტივალის დირექტორის განმარტებით, მათი მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მიღწეულია. ფინალურ მატჩში გამარჯვება მოიპოვა ხობის გუნდმა, რომელიც დებიუტანტი იყო წელს ფესტივალზე. ჩვენ ვფიქრობთ, ფესტივალმა შეასრულა მთავარი მიზანი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩართო ჯანსაღი ცხოვრების წესში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის. ასევე წელს გახსნაზე, ფესტივალის გახსნაზე მოვიდა ძალიან ბევრი მაყურებელი, რაც უპრეცედენტო იყო ბოლო წლების განმავლობაში. ფინალური მატჩის გარდა მიხეილიაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე PSP-სა და მესხეთის საფეხბურთო გუნდებს შორის ამხანაგური თამაში შედგა, სადაც გამარჯვება მესხეთმა მოიპოვა. ფესტივალი 4 ივნის დაიწყო და მასში ჩართული იყვნენ როგორც საქართველოს, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის ახალგაზრდული გუნდები. სპორტული ღონისძიების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალს უფრო მასშტაბური სახე მიეცემა.